საომშვიდობისა ბატონიკა მადლობა მოგზაურობისთვის ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ბოლო 2 საათის განმავლობაში პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე რაღაცა ტიპის პროცესს საფუძველს როგორც ის ამბობს რაღაცა ტიპის შეთანხმების დასაწყისის შესაძლებლობების გახსნის თქვენ იქ არ იყავით წარმოდგენილნი ეს პრინციპული პოზიცია თქვენი რომ აი მსგავს შეხვედრებში საფუძველშივე სკეპსისი გამოხატოთ თუ მაინც ეს პირველი მოთელვა იყო და შეხედეთ აი რა სიტყოდა პრეზიდენტი და ამის შემდეგ იქნებით მზად. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ მივიღეთ მოწვევა მათ შორის პირადად ქალბატონი ზურაბიშვილი წარმომადგენლისგან მე და მე მას გადავეცი მადლობა, მაგრამ ვინაიდან დღევანდელი შეხვედრა პრაქტიკულად გამორიცხავდა რაიმე ტიპის დიალოგს და ამ დიალოგის შესაძლებლობას და ამაში დავწუნდით კიდევაც ის ქალბატონის უბრალოდ სიტყვა, რაც თავისთავად საინტერესო იყო და ყველამ მოვისმინეთ. აქედან გამომდინარე საახალწლო საღამოსგან შევიკავეთ თავი, ვინაიდან არ გვინდოდა ჩვენ ყოფილიყავით იქ, მე პირადად ნამდვილად გულახდათ გეუბნებით, არ მინდოდა ყოფილიყავი დღეს იქ ესაც ჩემი გულწრფელი პოზიცია, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ შემდგომში, როდესაც უკვე დაიწყება საგნობრივი საკითხების განხილვა, იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ, ჩვენ არ დავესწრებით პირიქით ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ამ პროცესს წავახალისებთ. სხვა საკითხია, რამდენად შედეგზე გამსვლელია ეს პროცესი, რომელიც დაიწყება, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა უგულშემატკივროთ ამ პროცესს. რა გამოვა და რამდენად გამოვა, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული და მე პირადად, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად შემდგომ შეხვედრებში უშუალოდ ჩავერთვით. ბატონიკა, ლოგიკა თუ შეიძლებათ რომ მითხრათ, თქვენ ამბობთ რომ მომავალში ჩაერთვებით, მაგრამ საწყის ეტაპზე ამ ყველაფერში არ იღებთ მონაწილეობას. აი, თან ამბობთ რომ დავწმუნდით დღესაც ხო, კიდევ აი რომ მოვწმუნდით. არა, დავწმუნდით, რაში, დავწმუნდით რომ ეს ფორმატი, არა ეს არ მეთქვა, ეს რა იგულისხმება? დავწმუნდით ეს ფორმატი არის. ეს ფორმატი ხო მოლაპარაკებების მაგიდა არ იყო, ეს იყო გახსნა, შესაძლებლობების გახსნა. ხომ არ გამოდის რომ თქვენ ნაციონალური მოძრაობა საფუძველში უარს ამბობთ რაღაცა ტიპის შეთანხმებაზე, თანხმობაზე? აი, პირიქით როგორ გამოდის? გადაუხადეთ, ეხლა ჩვენ შორის არ ყოფილა არასოდეს არანაირი ტიპის ურთიერთობა, მათ შორის ქალბატონ ზურაბიშვილთან და რა ტიპის ურთიერთობა ყოფილა ეს ჩემზე კარგად თუ არა ყოველ შემთხვევაში უარესად ნამდვილად არ გახსოვთ, ამიტომ მე ვფიქრობ ისო დღეს ფიზიკურად ჩვენ იქ არ ვიყავით, იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგი შეხვედრები თუ კი გაიმართება და იმედია გაიმართება, ჩვენ იქ არ ვიქნებით. აი, რას დააშავებდა თქვენი ადგილზე ყოფნა? მოდით მაშინ ასე დავსვათ საკითხი. რატომ არ იყავით, რა გაკეთდა ამით, რომ არ იყავით, ამითი რა სარგებელი მიიღო? გაფუჭდა გეტყვით, აი შეიძლება ამას კონდეს ახმა, რაც უკვე ითქვა ხელისუფლების მხრიდან, რომ თქვენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალა ხართ, რომ თქვენ არ ხართ თქვენმა ოპონენტებმა, ასე ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გასაგებია, რომ შესაძლოა ისინი 9 წლიანი ეს ცალკე თემა ამაზე მივალთ აუცილებლად, მაგრამ მანამდე ითქვა თქვენი პოზიცია იცოდნენ რომ არ მიდიოდით და ამაზე ითქვა რომ კი ბატონო ეს არ არის ის პოლიტიკური ძალა რომელიც მზად არის შერიგებისთვის. დროს იმაზე ვკარგავთ, რაც აბსოლუტურად არ არის ამ პროცესისთვის დამაზიანებელი. მე ვფიქრობ პირიქით და თავად ზურაბიშვილის სიტყვაში ეს მანაც ახსენა და გაკვირვება ნამდვილად არ გამოუთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რიგი პარტიების წარმომადგენლები ჩვენ არ ვიყავით დღეს იქ წარმოდგენილნი იმ 15-20 წუთის განმავლობაში. დიახ, მან არ ჩაკეტა ეს შესაძლებლობა და მან თქვა რომ ახლა თორე შემდგომში იქნებიან. მანაც არ ჩაკეტა, ანუ მანაც ღიად დატოვა და არ გაამწვავა ეს. ჩვენი პოზიცია, არა. მან შეეძლო გაემწვავა. მან იცი, რა მხრივ. თქვენ რომ არ მოვიდნენ, მე შევთავაზე. არ მინდოდა პირდაპირ გეუბნებით ახალწლის ღონისძიებაზე ყოფილიყავი დღეს იქ სადაც გვეპატიჟებოდნენ, ნამდვილად არ მინდოდა. ეს პირველ რიგში იყო ახალი წლის ღონისძიება და არა შეთანხმების საფუძვლების ჩაყრა. მე გავერკვიე იმ ფორმატის თაობაზე წინასწარ ქალბატონის ზურაბიშვილის წარმომადგენელთან და მაშინ რაც დავწმუნდი რომ ფორმატი არ იძლეოდა უბრალოდ დიალოგის შესაძლებლობას, მართლაც დიალოგის შესაძლებლობას არ იძლეოდა. საჯარო სივრცეში თორემ იქ შემდეგ სხვა დარბაზში მოუხმეს ოპოზიციის წარმომადგენლებს და შესაძლო იყო იქ რაღაცა ტიპის დიალოგი. არა, მაგრამ მათგან ჩვენ დავინახეთ რომ პირველივე სიტყვის დასრულების შემდეგ ისინი
ტოვებდნენ შენობას და უკვე მედიასთან თანამშრომლობდნენ. ბატონო ნიკა, მოდი ამიტომ უცბად გეკითხები და უცბად გასაგებია. მე დღეს იქ არ უნდა ყოფილიყავი. არ მინდოდა რეალურად ყოფილიყავი იქ, სადაც თuliდი საჭიროთ რომ არ უნდა წავსულიყავ. აი თქვენ ხომ არ დაგაზიანებთ ეს ნაცნობი იმიჯურად. ნახეთ, საუბრობ ზურაბშვილს ხო შორის ამის შესახებ უცხოეთიდან თქვა. მას შემდეგ რაც ის შეხვდა თავის კოლეგებს, მაგალითად თანამდებობის პირებს, დაგაზიანებთ იმიჯურად, რომ პრეზიდენტი გამოხატავს ზაობას შერიგებისთვის და მთავარი ოპოზიციური ძალა ისევ დღეს დაიწყო. არა, ეს არ დაწყებულა, ეს დაწონებული ხართ რომ ეს იმიჯურად არ დაგაზარალებთ და თქვა საერთო პარტნიორები, რომლებიც არიან დაინტერესებული რეალურად ამ ქვეყანაში კონსენსუსი. შეხვედრები გაიმართება ცალკე პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან და ეს მან ახსენა. მე ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ეს შეხვედრა გაიმართება, იქ რა თქმა უნდა მივიღეთ მონაწილეობას და აი ამ შეხვედრით გაიხსნება ეს პროცესი, რაზეც ხალბატონმა ზურაბიშვილმა ისაუბრა. დღეს მე მიმაჩნია, რომ იქ ნამდვილად ეხა რამდენად გაიზიარებთ ეხა ჩემ პოზიციაზე სხვა საკითხია, მაგრამ ვინაიდან მეკითხებით გულახდილად გულწრფელად პასუხობთ, რომ მე პირადად ჩავთვალე, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობა იქ არ უნდა ყოფილიყო. ერთია ლიდერის მისვლა, მეორე არის წევრების დონეზე მონაწილეობა. გასაგებია რომ თქვენ შეიძლება და არ მისულიყავით, მაგრამ ყოფილიყო. ჩვენ მე მივესალმები ყველა იმ ადამიანს, მე მივესალმები, არა, ხალხონი, როდესაც შენ ყავს შენი მეგობარი ადამიანი თქვენ არ არის. არავითარ შემთხვევაში ამ ურთიერთობის ძაფების ასე გაბმა სჭირდება გარკვეული დრო. არ ხდება ასე. ჩვენ და ხალბატონი ზურაბიშვილიც, ეხლა თქვენ ვსაუბრობთ, ძალიან მძიმე დაპირისპირებაში ვიმყოფებოდით. წლების განმავლობაში, ხო? უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში თქვენ ახლა მესაუბრებით როგორც პრინციპში ასეც წასვლა ალბათ როდესაც ჩვენი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი არის ეთყმეობაში, მე მგონი არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ პირველივე დაძახებულზე ნაციონალური მოძრაობა საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისგან უბრალოდ თავს იკავებს. გასაგებია, ეს არის თავის შეკავება და არა უარი. არ მე გითხარით თავშივე რომ მადლობა შეუთვალე პირადად ხალბატონ ზურაბიშვილს, როდესაც სატელეფონო ზარით დამიკავშირდა მისი წარმომადგენელი, თორსების საპარლამენტო მდივანი იყო. ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობისგან თავს ვიკავებთ, შემდეგ შეხვედრებში აქტიურად მივიღეთ მონაწილეობას. რაც შეეხება წინაპირობებს, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა პრინციპში მთელ მის განწყობას თუ გავაანალიზებთ, რომ სხვადასხვა ადგილებში წინაპირობები არ იქნება კარგი, იმიტომ რომ ეს ჩაკეტავს შესაძლებლობას. ეს თავისი მოსაზრება თქვა, თუმცა თქვა რომ არაფერია პროცესში გამორიცხული. ანუ ის ინტერესი, რაც თქვენ გაქვთ ამ პროცესიდან, ხომ? ყველაზე მთავარი ინტერესი, რომ ეს ამ პრეზიდენტი ამ პროცესის შედეგად მოხდეს. იცით რა, რა თქმა უნდა, ძირითადად ეს და არა მხოლოდ. პრინციპში სადღაც არ გამორიცხა, რაღაცა ისეთიც ითქვა, მაგრამ ეს პირდაპირ ხალბატონმა ზურაბიშვილმა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ თქვა და მნიშვნელოვანი რამ შეგვიძლია ჩვენ დავასკვნათ. მან აღიარა და იგი აღიარებს და ამას მივესალმები, რომ ქვეყანაში სახელმწიფოში არის კრიზისი. ეხლა ჩვენ ამ კრიზისს შეფარულად სხვაგვარად დავარქვევთ და ვიტყვით, რომ უბრალოდ საჭიროება არის მაღალი, რომ პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს, ხო? ეხლა თავისთავად ესეც უკვე კრიზისის მანიშნაველი, მაგრამ ხალბატონი ზურაბიშვილი, როდესაც იწყებს ამ ყველაფერზე აქტიურ საუბარს და მე ვფიქრობ, ამაზე მას ნაფიქრია, ხო, ეს ერთ და ორ დღეში ეს გადაწყვეტილება მას არ მიუღია. მე ყოველ შემთხვევაში თამამად შემიძლია დავასკვნო, რომ მან უბრალოდ დაინახა, რომ ქვეყანაში რეალურად არის კრიზისი, პოლიტიკური, არა მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური, იქ ეპიდემიოლოგიურიც, მათ შორის ფინანსური, ეკონომიკური და შემდეგ. მართლაც ასე არის. ამას ხო არ ვიგონებთ, არც ჟურნალისტები, არც პოლიტიკოსები, არც საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, ვისაც წვდომა აქვს მედია საშუალებებთან და მათი მოსაზრებები შეიძლება ბევრ ადამიანმა ერთდროულად მოისმინოს. ეს ასე არის. მე მივესალმები ხალბატონი ზურაბიშვილის ამ პოზიციას, როდესაც ის აღიარებს და არაფერი ცუდი ამაში არ არის, რომ შეიძლება პირიქით. კრიზისი არის. სხვაგან ეხლა თუ კი პოლარიზაციის ხარისხი, პოლარიზაციის ხარისხი ალბათია შესამცირებელია წლების განმავლობაში. ახლა ერთი ყველაზე პიკური მდგომარეობა რაც მე 2014 განწყობების თვალსაზრისით 2014 წლიდან ვარ მეტნაკლებად აქტიურად ხო ჩართული ქართულ პოლიტიკურ პროცესებში. მე დიდ განსხვავებას 2014 წელსა და 2021 წელს შორის ვერ ხედავ პოლარიზაცია
დღიდან ყოველ შემთხვევაში ჩემი ჩართულობისა ყოველთვის იყო 14 წლიდან არ იყო 14 წელს პოლარიზებული საზოგადოება. განსხვავებული მოსაზრებები იყო, დაპირისპირებები იყო, თუმცა მას შემდეგ რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, ეს მასშტაბები გაიზარდა და ბოლო არჩევნების შემდეგაც, როდესაც გაგახაროთ უბრალოდ ამას ვამბობ, ქალბატონი ზურაბიშვილი ამ ყველაფერს აცნობიერებს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით 18 რეალურად ქართულ ოცნებას უმძიმესი პრობლემები დაიწყო რომელიც წლიდან 2018 წლიდან მოდით სიმართლე ვთქვათ. ეხლა ხშირად მოისმენთ თქვენ საუბრებს სხვადასხვა არ ვიცი პოლიტიკურად პოლიტიკურად აქტიური ადამიანებისგან რომ 9 წლის განმავლობაში იცით რა რამდენი არჩევნები უნდა მოიგოს ქართულმა ოცნებამ. ეხლა რეალურად 2013, 2014, 2016, 2017 წელი ეხლა თუ ვინმე სერიოზული სახით ეხლა თქვენთან სტუდიაში მოვა და იტყვის რომ ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა ან შანსი, რეალური შანსი მართლაც განწყობების გათვალისწინებით თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობდით და ამ ქალაქში ცხოვრობდით ხო? ამ პროცესში ვიყავით ჩართული. დაემარცხებია. მართლაც სამართლიან არჩევნებშიც კი ხელისუფლება უბრალოდ არ დავეთანხმები. რეალური პრობლემები ქართულ ოცნებას ოპოზიციამ დაუწყო რეალური პრობლემის შექმნა ქართულ ოცნებას დაიწყო 2018 წლიდან. 2018 წლიდან. ან ბოლო 3 არჩევნები. ეს ნიშნავს რომ ამის შემდეგ პოლარიზაციის ხარისხმა რა თქმა უნდა იმატა. რა თქმა უნდა ახლა კი ბატონო, განსაკუთრებით იმატაც რომ ვერ იყო დღეს სალომე ზურაბიშვილის სიტყვაში ის რომ მან თქვა რომ რაღაცებია გასასწორებელი. იცით რა არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი რა ყოფილა თავის მე ხარ როდესაც მექნება შესაძლებლობა ქალბატონ ზურაბიშვილს რა თქმა უნდა ამ ინიციატივას პირადად მივესალმები, მაგრამ მე ვფიქრობ ის უნდა ითქვას რომ ამ უკანასკნელ 3 წლის განმავლობაშიც რომ დაეფიქსირებია მსგავსი პოზიცია ან სურვილი გამოიჩინა, კიდევ უფრო მისასალმებელი იქნებოდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მინდა ეს გაგებული იქნას, რომ მე ქვეტექსტებში რაღაცა ვცდილობ გავაკრიტიკო, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ დიდ სხვაობას პოლარიზაციის ხარისხის თვალსაზრისით აი აწყოსა და უახლოეს წარსულ შორის ვერ ვხედავ ესეც სიმართლე და უნდა გითხრათ რა. ამიტომ ეს მაინდა-მაინც პოლარიზება არ არის აქ დამნაშავე. იმაში ქალბატონი ზურაბიშვილი ამ ინიციატივით გამოდის. თუმცა არის რაღაცა სიტუაცია, სადაც ერთმანეთთან მხარეები ვეღარ საუბრობენ. კრიზისი არის მზარდი, რეალურად მზარდი. რეალურად გაყოფილია ქვეყანა ამორჩევლების დათვლის თვალსაზრისითაც ორად თუ ცოტა მეტად ცოტა ნაკლებად სამწუხაროდ ვერ დადგინდა ამ არჩევნებში. მაგრამ ასეთ მდგომარეობაში თქვენ შეგიძლიათ თუ არა, ფიქრობთ თუ არა, რომ ეს რეალურია, რომ აქციოთ შესაძლებლობად სალომე ზურაბიშვილის ეს კონკრეტული ინიციატივა. აი, სერიოზულად უყურებთ. თუ აი მიხვალთ ხოლმე იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს ჩაგეთვალოთ, რა ხო მოვედით, მაგრამ არაფერი გამოვიდა. აი, გააქვთ რაღაცა გეგმა ხედვა, როგორ ამას, როგორ რა უნდა გააკეთოთ. თავისთავად იდეა ეროვნულ თანხმობაზე არის არაჩვეულებრივი, ზოგადად ნამდვილად როგორც სასიამოვნო მუსიკა ყურს ისე ხვდება ყველას, როგორც მინიმუმ შევთანხმდეთ, ხო? მაგრამ ხოლოდ ამ დონეზე ხო არ უნდა შეჩერდეს ეს პროცესი. მე მესმის რომ სკეპსისი არსებობს საზოგადოებაში, ან უნდობლობა ამ პროცესისადმი იარსებებს ასევე მაღალი ხარისხით, ისევე მაღალი ხარისხით, როგორც არის პოლარიზაციის კუთხით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იყო პოლიტიკური ლიდერი და ყველა პოლიტიკური ლიდერს გულისხმობ არ გააკეთო ის პირველ რიგში რაც შენს ამორჩევას და საზოგადოებას სჭირდება და მიმაჩნევს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არაკეთო მხოლოდ ის, რომ ახლა საზოგადოებას სჭირდება შეთანხმება. აი აქ მაინც ხართ ერთ წერტილში. რა თქმა უნდა ის რაც მიიჩნევს რომ საზოგადოება დაღლილია, ძალიან მძიმე სახელმწიფოს მომავალს რაღაცა პერსპექტივაზე საუბარი. ამაში თანხმდებით ამ ფუნდამენტურ საკითხში. დასავლურ მომავალს სახელმწიფოს უკეთეს მომავალს ნამდვილად სჭირდება და აზრი ვერ დავასრულე. იცით, პოლიტიკური ლიდერობა რას ნიშნავს, ხო? არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ აკეთო ის, რაც შენს რადიკალურ თუნდაც მცირე ჯგუფს სურს. არ ნიშნავს. პოლიტიკური ლიდერობა ნიშნავს აკეთო ის, რაც შენს ამომრჩევლს ფართო გაგებით და საზოგადოებას სჭირდება. მე ვფიქრობ, დღეს საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ცვლილებები, რომელშიც იგულისხმება ვითარების ნორმალიზებაც, იმიტომ რომ ცვლილებების გარეშე მე უბრალოდ ვერ ხედავ შანსს
ვითარების ოდნავ ნორმალიზების, იმიტომ რომ ნიშანწყალი მაინც უნდა არსებობდეს. ხო, ხა დავინახეთ, ხო, ბატონი კობახიძეს მე მოვისმინე თქვენ სამხედრო მაგიდასთან. არ მჯერა იმის, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, აღიარებენ დანაშაულებს, რაც ნებისმიერ შერიგების აუცილებლობაა, წინაპირობაა. მაინტერესებს ამ მხრივ, აი სად რაღაცა ტიპის აღიარებები, რა თქმა უნდა, პროცესებს ჭირდება. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილმა დღეს აღიარა, რომ კრიზისია, თქვენ ასე აღიქვით, ხო? თქვენ რაღაც გააქვთ ამ აღიარებები პროცესში, საერთოდ ამას როგორ განიხილავთ? ინიციატივა, რომლითაც ქალბატონი ზურაბიშვილი გამოვიდა, არის დადასტურება იმისა, რომ სახელმწიფოში არის კრიზისი, თანაც მრავალ მხრივი და ჩამოთვალე თუ რა კრიზისებს გულისხმობ. ბატონი კობახიძის კომენტარი არავის არ გაკვირვებია, ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ გამკვირვებია და ადვილად პროგნოზირებადი არის ხოლმე მისი შეფასებები. ადამიანი საუბრობს ახლა წინა ხელისუფლების ასე ვთქვათ შეფასებაზე და ავიწყდება რომ თვითონ არის ხელისუფალი, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ ასეთი წინაპირობა თუ უკვე გაისმა ბატონი კობახიძეს მხრიდან. ის რომ ხა ფიზიკურად მე იქ დღეს არ ვიყავი, საერთოდ არ ნიშნავს რომ ამ პროცესს მე ხელს არ შევუწყო. მე ამ პროცესს პირიქით ხელს შევუწყო, იმიტომ რომ ანგარიში ვალდებული ვარ. მართლაც ამორჩევლების წინაშე და პერსონალურადაც, ან თქვენ პირადად ჩაერთვებით პროცესში. რა თქმა უნდა. პარტიიდან ნიკაველი იქნება წარმომადგენელი მაგიდაზე, სადაც იქნება ეს საუბრები. მაგიდასთან დიახაც და არა შამპანურით ხელში არ მინდოდა დღეს პირდაპირ გეუბნები, შამპანურით ხელში ყოფილიყავი იქ, სადაც უნდა ყოფილიყავი ამ ტიპის ფორმას გულისხმობ და არა უბრალოდ გეოგრაფიულ რაღაცა ლოკაციას. დღეს იყო საახალწლო ღონისძიება, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის, მაგრამ ვემზადებით თანაც სერიოზულად ვემზადებით შემდეგი შეხვედრისთვის, რომელიც მე იმედი მაქვს მომდევნო კვირას გაიმართება. აი თქვენი მხრიდან რისთვის ხართ მზად? წინაპირობად სააკაშვილის შეწყალების მიღმა იწყებთ თუ არა საუბარს? თუ აი ეს იდება მაგიდაზე როგორც სასურველი ფინალი? იცით რა, პირველ რიგში უნდა მართლაც გავერკვეთ და ეს კონტურები მალევე გამოიკვეთება და არავითარ შემთხვევაში ეს პროცესი არ უნდა დაემდგავსოს პროცესისთვის. არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა საზოგადოებას, რომელსაც დიდ ნაწილს ალბათ ძალიან მალე ოდნავ მეტი იმედი გაუჩნდება, რომ რაიმე შეიძლება გამოდნეს ამ მოლაპარაკებებიდან. მოლაპარაკებები იწყება რეალურად, ხო, როდესაც ახლა მაგიდას მიუსხდებიან სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული, თანაც მწვავედ დაპირისპირებული ახლა ჯგუფები, ამას ქვია მოლაპარაკება. გარე მედიატორის გარეშე ეს პირველი პრეცედენტი იქნება ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ ამ პროცესს. ნახეთ როგორ დასრულდა ხომ შარლ მიშელის. ამ პროცესს უბულშემატკივრებს დარწმუნებული ვარ შეძლების დაგვარად. ჩვენი დასავლელი არაერთი პარტნიორი ულშემატკივრებენ, მაგრამ ისინი მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ფიზიკურად ამ შეხვედრებში არ მიიღებენ. ბატონიკა, თქვენ ჩემთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ თქვენ ყავთ თქვენი აღქმით და ზოგადად ყველა უცხოური სადამკვირვებლო თქვათ ორგანიზაციის შეფასებით პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში, ხომ? აი ამ ფაქტს როგორ უვლით გვერდს? ამაზე გაქვთ ნაფიქრი მოლაპარაკებებზე? თუ ეს არის პირველი, რომელიც შაშლის ფაქტობრივად ნებისმიერ ცდელობას, ასე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, მას ასეთი აღქმა აქვს, რომ ეს კიდევ ახალი კონფლიქტის საფუძველი გახდება, თუ კი იქნება წინაპირობა. გასაგებია რა წინაპირობაზეც საუბრობდა, ხომ ის სავარაუდოდ ამას გულისხმობდა. გასაგებია. თქვენ რა გზით მიდიხართ? იმისთვის რომ სამორჩეულს, რომელსაც ეს დაკვეთა აქვს. რომ აი ამაზე ისაუბროთ სადამაინც. ჩვენ აუხსნათ იმ მაგიდასთან დაждდომა იმ შემთხვევაში თუ კი ამაზე არ საუბრობთ, მაგრამ პერსპექტივაში ახლა გითხრათ, ასეც ნუ წარმოვაჩენთ, რომ ამ პროცესის შედეგად ამ პროცესის შედეგად შესაძლებელი გახდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ხო, ეს მოლოდინი არ უნდა გავჩნდეს, ბუნებრივია, გვერდს არ და ვერ აუვლით, იმიტომ რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ჰქონდეს ერთის მხრივ გავარვარებული პროცესის სახით იქვე, სადაც ჩვენ არსებობ მეგობარ კოლეგებთან ერთად, რომლებსაც არ ვიცი სხვა პარტიის სახელი და გვარი ჰქვიათ, ამ ყოველს გვერდს ვერ აუვლით, ხო? როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის პატიმრობაში, როდესაც პრაქტიკულად პოლიტიკური ლიდერი არ არსებობს, რომლის წინააღმდეგაც არ მიმდინარეობს
დევნა, ხო, სისხლის სამართლებრივი ეს რასაც ისინი ეძახიან, რომ რეალურად პოლიტიკური დევნა. ძალიან ბევრი მედია სფეროში დასაქმებული პროფესორით დამფუძნებელს გულისხმობ, მედია მენეჯერებს გულისხმობ, მათ მფლობელებს, ბატონი ჯაფარაძე, მამუკა, ხო, ავტოწერეთელზე ვისაუბრე, რომელთაც ბევრი არაფერი არ აშორებს ციხემთ, როგორ შეიძლება ამ პროცესში ჩვენ ჩავერთოთ, მე ჩავერთოთ და დიდი ყურადღება არ დაუთმო პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. მაშინ არ ვიქნებით ხო გულახდილები ერთმანეთის წინაშე, რომელ პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე შეიძლება საუბარი, თუ კი პრაქტიკულად არ არსებობს აქტიური საზოგადოებრივი პოლიტიკური პირი, რომლის თავზეც დამოუკიდებლობით არ კიდია პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. კი ბატონო, აი სწორედ ამას გეკითხებით და რას ძალიან მალე გამოჩნდება. საით წაიყვანთ საუბარს, მოითხოვთ საკითხს დასვამთ, რომ ამით დაიწყოთ, თუ ეს იქნება რაღაცა პროცესის ფინალი. თქვენ როგორი ხედვა გაქვთ? აი მიდიხართ და რას აკეთებთ? ჩვენი სტრატეგია. გვერდით გიზით. არა, არ მინდა ახლა ბოლომდე გავხსნა ყველა კაცმა, ჩვენი სტრატეგია ბუნებრივია გვექნება მოლაპარაკების პროცესში, ეს ცხადზე უცხადესია, როდესაც სერიოზული ტიპის პროცესი პოლიტიკური იწყება და ამას მე დავარქვევდი მოლაპარაკებებს და გამოჩნდება ეს ამდენად მოლაპარაკებები იქნება თუ უბრალოდ იქნება შეხვედრებისთვის და მე ვფიქრობ არავის აღარ აქვს სურვილი რომ მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესში, რომელსაც შედეგზე გასვლის შესაძლებლობასაც. არ წავიკითხე სიმულაციური პროცესიაო და არ გვინდა ამაში მონაწილეობას ვერ ხედავ, ანუ სიმულაციური რა თქმა უნდა. მალევე გამოჩნდება. თუ ეს დასაწყისშივე ასე აღიქვით თქვენ, მაგრამ აი რა უნდა გააკეთოს ქალბატონი ზურაბიშვილის, არა ქალბატონი ზურაბიშვილის სულ არ მაინტერესებს რა სიტყვის ბატონი კობახიძე, ხო მისი პოზიცია ვიცი და მან ჩემი პოზიცია იცის. ვინაიდან არის ინიციატორი ამ პროცესის წამოწყებისა ქალბატონი ზურაბიშვილი, ხო, ქალბატონი ზურაბიშვილი მე ჯერად იმედს ვიტოვებ, რომ ვითარებას ამჯერად ობიექტურად აფასებს, ხო? და არ მგონია ოპოზიციის აბსოლუტური, ხო, შემადგენლობით სპექტრი, როდესაც ერთი და იგივეს საუბრობთ, რომ ქვეყანაში არის მძაფრად პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი დღის წესრიგში დამდგარი, ამ ყველაფერს გვერდი აუვაროთ და სხვა საკითხებზე ვისაუბროთ. თუ ამაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული, ну უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ძალიან მალე ჩვენ შევიდეთ ჩიხში. ეხლა წარმოიდგინეთ, ჩვენ საუბრობთ ერთმანეთთან კრიზისზე, ამ შემთხვევაში პოლიტიკურზე და არა მხოლოდ პოლიტიკურზე და ვიცი რომ თქვენს ხელთ არის რეალური ბერკეტი, რომ საწყის ეტაპზე მნიშვნელოვნად აი პოლარიზაციის ხარისხი შეამციროთ. მართლა სიმულაციური პროცესი ხო არ უნდა წარმართო მე ჩემის მხრიდან, როდესაც ვიცი რომ თქვენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეგიძლიათ ძალიან სწრაფად, მე ახლა არ ვითხოვ მისგან 2 და 3 დღეში და ერთ კვირაში ამ ბერკეტის ამოქმედებას, მაგრამ ბუნებრივია ეს საკითხიც წამოიჭრება. შეატყოთ რომ ის ამისთვის მზად არის, ხო? იცით რა არის, სხვა გვარად, რაღაც ასეც ამბობს, ხო? სხვა გვარად, დიახაც თავის მოტყუება იქნება და მე მჯერად ამაში დავწუნდები, უბრალოდ მინდა დავიჯერო, მოდით ასე ვთქვათ, ფრთხილი ვიქნები შეფასებებში, მაინც ჯერ კიდევ რომ ქალბატონ ზურაბიშვილს ამაზე ნაფიქრი აქვს. ამაზე ნაფიქრი აქვს. ნაფიქრი როგორ? ბატონო, მარტოს აქვს ნაფიქრი. აი თქვენ მისი დამოუკიდებლობის ამ პროცესში რა დოზით გჯერათ? იცით რა არის? ბოლომდე ადამიანები ერთպես ვერ გამორიცხავს, ახლა ქალბატონი ზურაბიშვილი რამდენადაც განსხვავებული შეფასებები არ უნდა გამეკეთებია ნაწილი საზოგადოებისგან მასთან მიმართებაში, ახლა ფიქრობს საკუთარ თავთან, როდესაც რჩება მარტო, თუ რა სახელით შევა იგი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი ისტორიის, არ ვიცი ახლა სახელმწიფოებში და მარტივად რომ ვთქვა, ყოველთვის თავიდან, და რა სახელს დატოვებს, ახლა მოგწონს, არ მოგწონს, მოწონს, მამას არ მოწონს, ხო? იგი საპრეზიდენტო სასახლეშია და პრეზიდენტია, ხო? არ გამორიცხავ რომ ამბიცია ქონდეს. და დარწმუნებული ვარ რომ ნაფიქრია, არ არსებობს, ახლა ქალბატონი. დიახაც, არაფერი, დარწმუნებული ვარ ნაფიქრია ქალბატონს.
და არის ამბიციური ადამიანი, რაც პოლიტიკაში სავსებით ნორმალურია და მას უნდა რაღაცა კვალი დატოვოს. მე მინდა მჯეროდეს ამაზე აქვს მას ნაფიქრი. ფიქრობ, ბევრი თქვენი მაყურებელი ახლა მე ვინც მისმენს დამეთანხმება, რომ ამას შესაძლებელია მართლაც ადგილი ჰქონოდა. ხა არ მინდა დავიჯერო ის, რომ უბრალოდ 24 საათში მიიღო ის გადაწყვეტილება და თანაც ეს პირობა სადადო, ხო? დიახ. საერთაშორისო ფორმატში, ხო? პრეზიდენტი, პრეზიდენტი. შეიძლება რომ მის მიმართ პრეზიდენტ ბაიდენთან მე უფრო ამას ვარკვევ. ანუ თქვენ მაინც ნდობით შედიხართ ამ პროცესში, გარკვეული ნდობით მასთან თუ სკეპსისით. აი, თქვენ პირადად უფრო მეტად გჯერათ ამ პროცესში. ამბივალენტურია. როგორ არის ეგ ამბავი? განცდის გაურება აქვს ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქეზე. რა თქმა უნდა, მე თავში შეიძლება თქვენ ყურადღება არ მიაქციეთ, ანუ მე ვალდებული ვარ, რომ მიზერული შანსი თუ კი არსებობს, ეს მიზერული შანსი ვეცადო და გადავზარდო მაქსიმალურ შანსად. ვალდებული ვარ. რამდენად გამომივა და გამოგვივა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ პირველ რიგში დამოკიდებული ხება თავად ინიციატორზე, ხომ? და ეს დიდხანს ვერ დაიმალება, ეს ძალიან მალე გამოაშკარავდება და ჩდება პროცესში ის არის თუ არა ნეიტრალური მართლაც და აი მხარეებს შორის მედიატორად წარმოდგენილი ძალიან მალე მე ამას არ დაჭირდება რაუნდები მეწმუნეთ ეს გამოსვლებას ხომ მივიღეთ თუმცა აი მისი ამ ლაბირინთებში ხო ვიარეთ ხო ამას არ დაჭირდება 5 6 4 3 რაუნდი გამოჩდება თუმცა ისეთი გლობალური პრობლემები ჩამოთვალა შესაძლებელი როგორც არის ჩვენი ქვეყნის რაღაცა ტიპის ახალი ფუნქცია და როლი ოკუპაციის საკითხები ეკონომიკური თემების ამას ერთი და ორი კვირა არ ეყოფა რა თქმა უნდა მაგრამ რაღაცა გრძელვადიანი გამოიკვეთება შედეგზე გამსვლელი არის ეს პროცესი თუ არა მე ამას ვგულისხმობ დიახ ახლა ოკუპაციაზე საუბრობდით და მანაც აღნიშნა და წინა ერთ-ერთ გადაცემაში სადაც მქონდა შესაძლებლობა თქვენთან შეხვედრისა პირდაპირ ეთერში ორი სიტყვით ისიც ვახსენეთ რომ პრაქტიკულად მედია სივრციდანაც გამქრალია და ეს არ არის ჟურნალისტების ბრალეულობა რა თქმა უნდა ხო ეს იგივე პოლარიზების ბრალი არის როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებზე ვეღარ ვსაუბრობთ ანუ ოკუპაციას გადარჩენილ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები ვერ საუბრობთ საჯარო სივრცეში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებზე ესეც სიმართლეა მხოლოდ და მხოლოდ ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე რომ არასწორ პოლიტიკას ვაკეთებთ არასწორად ესეც ფაქტია იმიტომ რომ ამას აქვს ბევრი მიზეზი იმდენად მაღალ ხარისხში არის დაპირისპირება და ვთქვათ ამას პოლარიზება უბრალოდ სივრცე არჩება ამ ყველაფრისთვის. ამიტომ რა თქმა უნდა მე არ ვიგულისხმებ მხოლოდ პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური მართლმსაჯულება რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი და ზეგინდელი უკეთესი დემოკრატიული ევროპული ტიპის სახელმწიფოს შემოებლობისთვის ხო? ეხლა მარტო ეს საკითხი არის, მაგრამ არსებობს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის მოხსნის გარეშე წინ უბრალოდ ვერ მიდიხარ. ანუ შენ თუ პირველი კარები არ გააღე, ხო, ოთახში ვერ შეხვალ. იმ ოთახში სადაც შესაძლებელია მეორე საკითხს მოკიდო ხელი და სხვა მაგიდას მიუждე მოლაპარაკების და სხვა საკითხზე გადახვიდე სამშობლოდ. როდესაც ეხლა ჩვენი შეფასებით ადამიანები ტყვეობაში არიან, მე მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი დრო ამასაც უნდა დაუთმოთ. და დავწმუნდები, რამდენად რეალურია, რომ ეს პროცესი იყოს წარმატებული. კიდევ ერთხელ ითის დავიწყებ დავსო, მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თეორიული შანსიც კი, თუ კი დავინახავ, ვაქციო პრაქტიკულ შანსად. და ბოლო კითხვა მექნება, ეს საკანში მყოფი მესამე პრეზიდენტის დაკვეთა ამ პროცესის მიმართ თქვენთან, როგორც რეალურ მომლაპარაკებელთან რა არის? ანუ ჩვენ არ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით და დაწუნებით მისი განცხადება. ეხლა მას სურს ის ორიენტირებული რაზეა, რომ ამ წუთში გამოვიდეს საკნიდან. და მიხა სააკაშვილი მართა საკუთარი თავისუფლების ეხლა რაც ამ მესმის ამ პოლარიზებულ საზოგადოებაში, როდესაც აი ხა რასაც მე ვიტყვი.
სხვადასხვა გვარად ესმის ბევრ ადამიანს. რაც თქვენი პარტიის წევრებსაც თქვენ აი ხა მე საუბრობ რას ვამბობ, ნახეთ რას ვიტყვი და ბევრი ადამიანი ხა სხვანაირად გაიგებს ბევრ ოჯახში. მე ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლაც საკუთარი თავისუფლებისთვის კი არ იბრძვის, ხოლოდ ხო? მე მიმაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანი თავისუფლებისთვის იბრძვის ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად და ეს არის მისი დაკვეთაც და ამაზე ის საუბრობს. და ისაუბრებს და იმედი მაქვს რომ მიეცემა ამის შესაძლებლობა ბევრჯერ. აი ეს გზად მაგალითად რომ რაღაცა გლობალურ საკითხებზე მოხდეს შეთანხმება და ის დარჩეს საკანში. ანუ პარტია მისი წავიდეს რაღაცა თვალსაზრისით წინ და მან მოიხადოს სასჯელი. აი რაღაც ესეთ მოდელზე არის. მე გამოვირიცხავ. მე ოდნავ მაინც პირდაპირ გეუბნებით ჯეროდეს მიხოთ იმისა რომ ვარ პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხო მე ოდნავ მაინც ჯეროდეს რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის საუბრობთ ოდნავ მაინც მას ბრალი მიუძღვის იმ საქმეებში და არსებობს საფუძველი სიხსაურის საქმეზე არსებობს ან არსებობდა საფუძველი რომ იგი ყოფილიყო წინასწარ პატიმრობაში ან ყოფილიყო დევნის ობიექტი მე ხა მადლობა ღმერთს საზოგადოების ნაწილმა მაინც კარგად გამიცნო ვერავინ ვერასოდეს ვერ მაიძულებს დავიცვა ის პოზიცია ან დავიცვა ესა თუ ის ადამიანი რაც არ უნდა ჩემი ახლობელი მეგობარი და მასშტაბური თუ პარტიის დამფუძნებელი იყოს თუ ლიდერი იყოს რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს მართლაც თანამედროვე სახელმწიფოს წინაშე ხო ვერ მაიძულებ და მე საუბრა ისე როგორც ვსაუბრობ. ამიტომ მე უბრალოდ ვერ შევეგუები იმოცემულობას ნამდვილად რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ციხეში და ჩვენ ყველაფერთან ერთად არ ვცდილობდეთ რომ ეს საკითხი ძალიან მალე გადავწყვიტოთ. მე სააკაშვილი გარეთ ნებისმიერი პროცესის სააკაშვილი არ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იყოს. თქვენი ამოცანა. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს ციხეში. მიხეილ სააკაშვილი არ იმსახურებს იყოს იქ სადაც არის. ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. კი ბატონო, ისე როგორც ჩვენ ვცდილობთ რომ ამ მიზანს მივახციოთ, არაძალადობრივად ვწვავეთ ყველა სახის რეალურ ან ოდნავ მაინც ოპტიმისტურ, ასე ვთქვათ, პერსპექტიულ ფორმატებში მონაწილეობას მივიღებთ. იქნება ეს ქალბატონის ზურაბიშვილის ინიციატივა თუ სხვა, მაგრამ ასევე მოდით მათქვევით თუ შეიძლება რაც ვახსენე და ამაზე ვიფიქროთ ყველამ ერთად. რამდენად არის ეს ასე თუ არა. ქალბატონმა ზურაბიშვილმა ცხადად დაინახა ქვეყანაში მძაფრდება პოლიტიკური კრიზისი, მან დაინახა რომ არსებობს პოლიტიკური კრიზისი, მართლაც აი თრომბია რა, პოლიტიკური თრომბია, რომელიც თუ არ გახსენი, ხომ უბრალოდ მთელი დემოკრატიული პროცესი თუ კი რამე მისგან დარჩა, მიიღებს იმპაქტს. აი მართლაც აი მიოკარდიული შეტევას მიიღებს და გარდაიცვლება. ამას აუცილებლად უნდა პოზიტიურად მიუდგეთ პროცესს. ლოგიკა ასეთი. ვერ მიუდგებით უბრალოდ ამას დესტრუქციულად. რა მეტყობა ეხლა დესტრუქციულად. რა მეტყობა ხა მე ვფიქრობ არ საუბრობ დესტრუქციულად და თუ მაინდა-მაინც თქვენ ვფიქრობთ რომ ცუდი დასაწყისი არის საწინდარი ცუდი შედეგისა და ცუდ დასაწყისში გულისხმობთ რომ მე პირადად ან ჩვენი წარმომადგენელი პარტიის დღეს იქ შეხვედრაზე ფიზიკურად არ იყო, ამაში ვერ შევთანხმდით. არა, მე ამას არ გულისხმობ, ეს უბრალოდ კითხვები, რომელიც არსებობს დღეს საღამოს და მე ავალდებული ვარ ეს კითხვები დავსვა. მომდევნო კვირას ალბათ მოგვიწევს პირველი შეხვედრა და მას შემდეგაც ალბათ თქვენთან იქნება შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ და დაინახოთ საჯაროდ. აუცილებლად ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესია, რაც ახლა უნდა დაიწყოს. ნახოთ რა იქნება შედეგი. მადლობა თქვენ მოგზაურობისთვის და პასუხებისთვის.